მოგესალმებით, დღევანდელი გაკვეთილის თემა გახლავთ ატმოსფეროს სტრუქტურა. განვიხილავთ ატმოსფეროს, მის აღნაგობას, ანუ რა ფენებისაგან შედგება იგი და რა თავისებურებებით ხასიათდება ატმოსფეროს თითოეული ფენა. რა არის ატმოსფერო? ტერმინი ატმოსფერო ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს ორთქლის სფეროს. ატმოსფერო დედამიწის გაზოვანი გარსია, რომელიც მასთან დაკავშირებულია სიმძიმის ძალით და მონაწილეობს დედამიწის დღეღამურ და წლიურ მოძრაობაში. ატმოსფერო ჩვენი პლანეტის სულ ზედა, ყველაზე მსუბუქი და ყველაზე უფრო მოძრავი გარსია, რომლის სისქე 1000 კილომეტრს აღემატება. ხანდახან ხატოვნად მას ჰაერის ოკეანესაც უწოდებენ, რომლის ფსკერზედაც ცხოვრობთ ჩვენ, ადამიანები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები. ატმოსფეროს როლი უდიდესია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის. მის გარეშე ცოცხალი ორგანიზმები ვერ შეძლებდნენ ცხოველქმედებას. ატმოსფეროს გარეშე შეუძლებელი არის სუნთქვა. იგი იცავს დედამიწის ზედაპირს მომაკვდინებელი კოსმოსური გამოსხივებისაგან, ასევე მეტეორიტების დაცემისაგან. რომ არა ატმოსფერო, დედამიწის ზედაპირი დღისით გადახურდებოდა, ხოლო ღამით გადაცივდებოდა. ანუ ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა ამ შემთხვევაში დედამიწაზე იქნებოდა 200 გრადუს ცელსიუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ დღისით ზედაპირი გახურდებოდა +100 გრადუს ცელსიუსამდე, ხოლო ღამით -100 გრადუს ცელსიუსამდე. ამგვარ პირობებში არსებობას ვერ შეეძლებდა ვერც ერთი ორგანიზმი, რომელიც დღეს ბინადრობს დედამიწაზე. შესაბამისად, მისი ზედაპირი იქცეოდა უსიცოცხლო უდაბურ არეალად, მთვარის ზედაპირის მსგავსად. ატმოსფეროს მასა არაერთგვაროვანია, როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალური მიმართულებით. ფიზიკური თვისებების ცვლილების, უმთავრესად კი ტემპერატურის ცვლილების მიხედვით, გამოიყოფა 5 ძირითადი ფენა და მათ შორის გარდამავალი ფენები, ეგრეთ წოდებული პაუზები. ატმოსფეროს შემადგენელი ფენები არის ტროპოსფერო, სტრატოსფერო, მეზოსფერო, თერმოსფერო, და ეგზოსფერო. შესაბამისად, ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროს შორის მდებარეობს ტროპოპაუზა. სტრატოსფეროსა და მეზოსფეროს შორის სტრატოპაუზა. ხოლო მეზოსფეროსა და თერმოს შორის მეზოპაუზა, თერმოსფეროსა და ეგზოსფეროს შორის თერმოპაუზა. ეს გახლავთ გარდამავალი ფენები. მაშასადამე ატმოსფეროს ძირითადი ფენებია: ტროპოსფერო, სტრატოსფერო, მეზოსფერო, თერმოსფერო, ეგზოსფერო და მათ შორის გარდამავალი ფენები: ტროპოპაუზა, სტრატოპაუზა, მეზოპაუზა და თერმოპაუზა. განვიხილოთ თითოეული მათგანი. დედამიწის ზედაპირთან ყველაზე ახლო მდებარე ფენას ეწოდება ტროპოსფერო. სიტყვა ტროპოს ნიშნავს მობრუნებას, გადაადგილებას. ასეთი სახელწოდება ამ ფენამ მიიღო თავისი არამდგრადი ხასიათის გამო. იგი გახლავთ ატმოსფეროს ყველაზე დაბალი მიწისპირა ფენა. მისი სიმაღლე დედამიწის სხვადასხვა ნაწილში იცვლება 8-დან 17 კილომეტრამდე. მის ფარგლებში ტემპერატურა 1 კილომეტრზე იცვლება 5-6 გრადუსით. ტროპოსფეროში თავმოყრილია ჰაერის მასის 4/5. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლისთვის და დედამიწაზე მიმდინარე პროცესებისთვის. ტროპოსფეროს სხვანაირად ამინდის ფაბრიკასაც უწოდებენ, ვინაირად აქ ხდება ამინდის ფორმირება, ღრუბლების ჩამოყალიბება, ატმოსფერული ნალექების, თოვლის, ქარის, სეტყვის ფორმირება. ტროპოსფეროს მოусვენრობა იმით აიხსნება, რომ იგი დედამიწასთან ახლოს მდებარეობს და ყველაზე მეტად განიცდის მის გავლენას.
ხარიტბება გამთბარი დედამიწის ზედაპირიდან გამოსხებული ენერგიის ხარჯზე. ტროპოსფეროს სიმაღლე ეკვატორთან მატულობს, ხოლო პოლუსებისაკენ მცირდება. ტროპოსფეროს სიმაღლე იცვლება სეზონურად და დღეღამურადაც. ზაფხულში მაღლაადი, ზამთარში დაბლა, შესაბამისად დღისით უფრო მაღლა ვიდრე ღამით. სტრატოსფერო ატმოსფეროს მეორე ფენაა, რომელიც ვრცელდება ტროპოსფეროს ზევით 50 კილომეტრ სიმაღლემდე. სიტყვა სტრატუმ ლათინურის წარმოშობისაა და ნიშნავს ფენას. ამ ორ ფენას შორის არის 1-დან 2 კილომეტრამდე სისქის გარდამავალი ტროპოპაუზა. სტრატოსფერო მკვეთრად განსხვავდება ტროპოსფეროსაგან, მაშინ ტემპერატურა მატულობს საშუალოდ 1-2 გრადუსით 100 მეტრ სიმაღლეზე. სტრატოსფერო ღარიბია წყლის ორთქლით, ამიტომ აქ არ ვითარდება ღრუბლები და შესაბამისად არ გამოიყოფა არც ნალექი. სტრატოსფერო გამოირჩევა იმით, რომ მის ფარგლებში დაახლოებით 20 კილომეტრ სიმაღლეზე არის წარმოდგენილი ოზონის მაქსიმალური კონცენტრაცია. ამიტომ მას სხვანაირად ოზონოსფეროსაც უწოდებენ. აღნიშნულ ფოტოზე წარმოდგენილი არის ეგრეთ წოდებული სტრატოსფეროს ღრუბლები, რომლებიც წარმოიქმნება დაახლოებით 22-დან 30 კილომეტრ სიმაღლემდე და შედგება გადაცებული წყლის წვეთებისაგან და ყინულის კრისტალებისაგან. ამ ტიპის ღრუბლებს უწოდებენ სადაფისებრ ღრუბლებს. ატმოსფეროს შემდეგი ფენა გახლავთ მეზოსფერო. მეზოს ბრძნული სიტყვაა და ნიშნავს საშუალოს, ანუ იგი გახლავთ შუა სფერო, რომელიც ვრცელდება სტრატოპაუზისებით 90 კილომეტრ სიმაღლემდე. იგი ხასიათდება სიმაღლეზე ტემპერატურის სწრაფი დაცემით. მის ზედა საზღვარს, სადაც ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაიკვირვება, მეზოპაუზა ეწოდება. ამ ფენიდან იწყება ტემპერატურის ხელახალი, სწრაფი მატება. ზაფხულში ზოგჯერ გათენებისას ჩნდება ფრთაღრუბლები, რომელთაც ვერცხლისებრ ღრუბლებს უწოდებენ. ისინი მდებარეობენ 90 კილომეტრ სიმაღლეზე. მათ შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობდა. ზოგი ფიქრობდა, რომ ღრუბლები შედგებოდა ვულკანური ფერფლისაგან, სხვები ამბობდნენ, რომ ეს იყო კოსმოსური მტვერი. ბოლოს გაირკვა, რომ ღრუბლები შედგება ყინულის გარსიანი მტვრის ნაწილაკებისაგან, რომლებიც ხადია კოსმოსიდან ხვდება ამ ზონაში. მეზოპაუზის შემდგომ მოდის თერმოსფერო, ან სითბოს სფერო. იგი ვრცელდება 800 კილომეტრ სიმაღლემდე. მისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის სწრაფი მატება. ამ ფენას სხვანაირად იონოსფეროსაც უწოდებენ იონიზაციის მაღალი ხარისხის გამო. იონოსფეროში ადგილი აქვს ბუნების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ულამაზეს მოვლენას, პოლარულ ნათებას. შემჩნეულია, რომ მზის ზოგიერთი უბნიდან დრო გამოშვებით ამოიფრქვევა დამუხტულ ნაწილაკთა მძლავრი ნაკადი. გარკვეული დროის შემდეგ ეს ნაწილაკები შემოიჭრებიან ატმოსფეროს ზედა ფენებში და ეჯახებიან ატმოსფეროს ზედა ფენების შემადგენელ ნაწილაკებს. მის შედეგად წარმოიქმნება პოლარული ნათება, ანუ პოლარული ციალი. ჩვეულებრივ ეს პროცესი დაიკვირვება მაღალ განედებში, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგალითად 1957 წლის 4 ივლისს პოლარული ნათება იხილეს ჩრდილოეთ კავკასიის და ჩრდილოეთ აფრიკის მაცხოვრებლებმაც. აღნიშნულ ფოტოებზე სწორედ ბუნების ეს ულამაზესი მოვლენა არის წარმოდგენილი. ატმოსფეროს ყველაზე გარეთა ფენას ეწოდება ეგზოსფერო. ეგზო ბერძნული სიტყვა და ნიშნავს გარეს. იგი იწყება დაახლოებით 800 კილომეტრის სიმაღლიდან და პლანეტად შორის სივრცეში გადადის. ეგზოსფერო ძირითადად წყალბადის ატომებისაგან შედგება, რომელთა სიჩქარე საკმაოდ დიდია, იმდენად მაღალია, რომ საპლანეტად შორის სივრცეში ატმოსფეროდან გაიტყორცნებიან. ამიტომ ეგზოსფეროს სხვანაირად გაბნევის სფეროსაც უწოდებენ. აქ ტემპერატურა მნიშვნელოვნად მატულობს. ფიქრობენ, რომ იგი 2200 გრადუს ცელსიუსსაც კი აჭარბებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ატმოსფეროს ფენები ერთმანეთისგან განირჩევიან ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით, განსაკუთრებით ტემპერატურის ცვალებადობის ხასიათის მიხედვით.
აქ მოცემული სქემა სწორედ ტემპერატურის ცვლილების ხასიათს გვიჩვენებს სიმაღლეზე. ჰორიზონტალურ ღერძზე ნაჩვენებია ტემპერატურა გრადუს ცელსიუსებში, ხოლო ვერტიკალური ხაზი გვიჩვენებს სიმაღლეს კილომეტრებში. აქვე ნაჩვენები არის ატმოსფეროს ძირითადი ხუთივე ფენა. ხოლო წითელი მრუდ ხაზი გვიჩვენებს ტემპერატურის ცვლილების ტენდენციას. როგორც სქემიდან ჩანს, ტროპოსფეროში ტემპერატურა მცირდება. სტრატოსფეროში იგი იზრდება, მეზოსფეროში მცირდება, ხოლო თერმოსფეროში მკვეთრად იზრდება და იგივე ტენდენციაა შენარჩუნებული ეგზოსფეროშიც. ატმოსფერო როგორც ფიზიკური სხეული გამოვლენილი ბუნებრივი რესურსია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ეპოქაში ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გამო მას თვისობრივი გამოლევის საფრთხე ემუქრება, ანუ იგი კარგავს მის ყოველგვარ სიკეთეს და სასარგებლო თვისებებს, რაც დაკავშირებულია ატმოსფეროს ძლიერ დაბინძურებასთან.